მოგესალმებით მეგობრებო, ახლა მე მინდა განახოთ რა არის პოლიტიკურად მოაზროვნე იმბეცილის განცხადება Deep State-ზე და ასევე მინდა თქვენ განახოთ რეალური ფაქტი, ვიდეო მტკიცებულება, თუ როგორ მიდის ერთ-ერთი ინფლუენსერი BlackRock-ის წარმომადგენელთან, როგორ ართმევს, როგორ უნდა ინტერვიუს ჩამორთმევა, როგორ უსვავს კონტროვერსიულ კითხვებს და როგორ არ პასუხობს ის და საბოლოო ჯამში ის რას აკეთებს ბოლოში. ძალიან საინტერესო ტვისტი გელოდებათ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რას თავარია გამოვყევით Instagram-ზე, გადაუზიარეთ მეგობრებს და თუ გინდა დონაციას გააკეთეთ არხის განვითარებისთვის. ყველაფერი ეხა იხარშება დუქს, მაგრამ Deep State-ი ყველაფერს დაალაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა და კობახიძე ვაშკაცურად ებრძვია, Deep State-ი ტრამპსაც დაალევინებს აბიგლუკოზას. აი ნახეთ, წარმოიდგინეთ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელიც ეგრე თავისი ჭკუით ღადაობს Deep State-ზე, ტრამპსაც მოიხსენებს იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც კობახიძესა და ბიძინას. იდეაში ხა ეს რასაც გონია და რა სულელურ თამაშსაც ეწევა, ხო? არა მარტო აქიჩენს, ესე ვთქვათ, დამატებით მტრებს, არამედ თვითონ ამერიკაშიც. რადგანაც დონალდ ტრამპი საჯაროდ საუბრობდა, რომ Deep State-ი არის გასანადგურებელი, რომ Deep State-ი არის რეალურად ის კორპორაციები, რომლებიც ამდენი წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ომს სხვადასხვა ქვეყნებში, ფლობენ აურაცხელ სიმდიდრესა და კორპორაციებს, ფლობენ ბიზნესებს, NGO სექტორს და მთლიანად დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რასაც ებრძვის, თავიდან ბოლომდე არის იმ ნარატივის, რასაც აქამდე აშღერებდა კობახიძე, ბიძინა და ასე შემდგომ, ხო? ნახეთ, რა სულელია უბრალოდ ადამიანი, რომ იმასაც ვერ ხვდება, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ამ ტონით საუბარიც არ შეიძლება. რადგან ამით დონალდ ტრამპს კი არ დაცინი ხარ, არამედ დაცინი ხარ შენ საკუთარ თავს რეალურად. და უბრალოდ მინდა დააკვირდეთ ხა აი ამ ადამიანს, აი პოლიტოლოგიური ვნებები მართლა, ხო, აი დააკვირდით უბრალოდ, აი რას ხედავთ, აი მე ვიცი ხა თქვენ რასაც ხედავთ. აი ზუსტად რასაც ხედავთ, იგივე აზროვნება გამომდინარეობს ამ ადამიანისგან. სასაცილო აქ ვინც არის მხოლოდ აი ეს. რომელიც არ ვიცი რა შევადარო, Homo sapiens-ი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ უფრო ადრინდე რევოლუციურ იმაზე სახეობებზე უნდა გადავიდეთ, ავსტრალოპითეკი ან რაღაც უფრო მაქამდე არსებული ჰომონიდი. გამშვიდე, აწნანებს ეთქვის. იჯექი შენ ოვალურ კაბინეტში, კარგი ბიჭი ხარ, ყველაფერი. აჰა, შენ მინერალები თუ რაღაცა, რისაც იბრძოლა. წარმოგიდგენთ მილიარდელ ადამიანს, რომლის უკან ილონ მასკი დგას 400 მილიარდით და მთელი ამერიკის მთავრობა თურმე იმიტომ მოვიდა, რომ უკრაინის მინერალები დაეთრიათ. ხო შეიძლება და ის უფრო კიდე ლეგიტიმურია დააბრალო ტრამპი რუსეთის კაციაო, კიდე ხო რაღაცა შეგიძლია რაღაც თეორია მაგით ჩამოაყალიბა, ხო, მაგრამ ტიპს რისი ჯერა, რომ ტრამპი მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში და მთავრობაში იმისათვის, რომ უკრაინის მინერალები აიღოს? ეს მეც ვერაფერს ვერ ხედავს იქ. რამხელა მაყუთებია, რამხელა ხალხი დგას ამის უკან, რამხელა გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, ქვეყნებს ეხება საქმე, კორპორაციებს ეხება, ბიზნესს ეხება, არასამთავრობოებს, ამას ეხა ჯერა იხა მართლა მაგის და თავის სექტანტებს იმას აბოლებს, რომ ეხა Deep State-ს, თუმცა Deep State-ი ტრამპს ეტყვის, მიდი ეხა შენ დაჯექი მათ ოვალურ კაბინეტში, ყველაფერზე მოგცემთ და ჩვენ გვაცადეთ, ჩვენ მართობთ. ხო შეიძლება ირონიულ ხუმრობასაც რაღაც ფასი გააჩნდეს, ან ხუმრობაც სასაცილო იყოს, ხუმრობაც არაა სასაცილო. დანარჩენი მოდი ხა დიდ პოლიტიკას თავი გაანებოთ. დიდ პოლიტიკას შენ უნდა გაანებო თავი, რადგან საერთოდ აზრზე არა ხარ და ძალიან ბევრი ადამიანს ვისურვებ, რომ საერთოდ აზრის გამოხატვის საშუალება არ უნდა ქონდეს ამ ქვეყანაში, რომ ყოველ მეორე რომელიც მიკროფონს იღებს და აზრს გამოთქვამს, ისეთ სისულელეებს აბრეხვებს და იმდენად მწირია მისი გადმოსახედი, იმდენად ვიწროა მისი ცნობიერება, რომ ჯობია საერთოდ არაფერი თქვან. ამიტომ ზოგჯერ მართლა არა თქმა ჭობს, რადგან მართლა დაშავდები შენი სიტყვით, თან ძალიან მწარეთ. ხო, დაშავდებაც გულისხმობ რა თქმა უნდა, ის უბრალოდ მიმების პერსონაჟი გახდები და მეტი არაფერი. Mr. Fink, ეხლა ვუყურებ BlackRock-ის CEO გადაადგილდება ეს გონი კლივლენდია, ამერიკის ჩრდილოეთი, BlackRock ეს ლარი ფინკი, ეხლა ვუყურეთ. going to follow Donald Trump's ეს ადამიანია ეს, სათვალები როკეთი არის BlackRock-ის ფლობელი. ყველაზე მეტი წილის, ლარი ფინკი. ეროვნებით ებრაელი, სარწმუნოებით იუდეველი. და რომელიც ფლობს ყველაზე დიდ კომპანიას მთელ სამყაროში რაც არსებობს. გავაქცელოთ. ეხლა მივიდა მას და ჟურნალისტი და ეკითხება კითხვებს კონტროვერსიულ ტრამპს. plan and get rid of DEI and ESG in your companies? BlackRock really is
the opposite of Donald Trump in BlackRock-ი არისო ტრამპის მოწინააღმდეგეო. so many ways. ბევრი გზებითო. Authoritarian, you're anti-populist, you're top-down. Are you going to change it all in light of the U.S. presidency? და თქვენ შეცვლით ამერიკის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებებსო და იმასო, ანუ ეს ლაპარაკება ვის ბიჭო? ლარი ფინკს, რომელიც არის Deep State-ის Deep State-ი მართლა რა. How is Donald Trump? Have you talked to Donald Trump? როდესაც დალაპარაკებულ ხარო Donald He Trump-სო, was elected. როდესაც ის აირჩიესო. და არ პასუხობს ამ კითხვებს რა. World Economic Forum, a და კითხვებსაც არ პასუხობს და ხელით მიან ხმის ამოღებას არ უნდა. counterpoint to Donald Trump. ეხა არის ძალიან Why are you საშიში running მომენტი. ეხა რატო გარბიხარო უნდა და ეხა ძალიან საშიში მომენტი და მინდა ეს თქვენ ნახოთ. ეს ვიდეო სპეციალურად თქვენთვის გავამზადე მაგითო. Away from simple questions, just ask მარტივ კითხვებს რატო გაურბიხარო? ბატონო ლარიო. the question. Have you talked to President Trump yet? ისაუბრეთ თუ არა ტრამპთანო? Why are your bodyguards pushing away journalists, Mr. Fink? რატო შენი ისენიო რა ქვია მცველებიო რატო გვაგდებენო უკანო? They're simple questions. Is it that hard to answer a question? ესეთი რთულია, ესეთ მარტივ კითხვებს პასუხი To გასაო. swerve through traffic. Is the next 4 years going to be bad for business with Donald Trump in charge? ანუ შემდეგი 4 წელი თქვენთვის სუდი იქნება ბიზნესის დაკავშირებით დონალდ ტრამპთანო? არ პასუხობს რა Peace არაფერს the რა. last thing you want on this world? Which makes more money for you, war in Ukraine or გაიგეთ? ღმერთო შენი დიდება დაილოცოს. ესეც მე ხო არ ვარ. ლარი ფინკს BlackRock-ის CEO-ს პირდაპირ ეუნება ეს ადამიანი, ინფლუენსერი თუ ვინც არის, რომ რამდენი ფული გააკეთე უკრაინაში ომითო? ღმერთო შენი დიდება დაილოცოს ამას ჩემი პირით არ ომობ და პროროსობა არ მაქვს, მაგრამ მაინც მომაწერები რა მნიშვნელობა. პირში ეუნება ბიჭო, პირში. თეორია ხო ხედავთ, აი peace in Ukraine? Ezra Levant's my name, Mr. Fink. და დაიწყო ამას სურათების გადაღება, ლარი ფინკმა დაიწყო სურათების გადაღება. ეხა მე რო ვიყო ლარი ფინკი ჯვარი მწერია და მოდიან ეხა ესენი რა ქვია, ჩემთან ინფლუენსერები და ითხოვს მისოვენ ესე შენ გამო დაიწყო ომიო, უკრაინაშიო და შენ აკეთებ ამით ფულს და მე რო ავდგე ეხა და ვინც მისოვს ამ კითხვებს აი ესე სურათები რო გადავუღო რა. აი ძალიან საშიში რამეა. ეხა ეტყვის ეს. Did you just take a photo of you? შენ ეხა სურათი გადამიღეო მეო? Am I supposed Is to that be a threat? scared? Is that a threat, Mr. Fink? Why do you think you deserve so much power? ნახე სურათებს როგორ უყურს. Should I be scared now? ეხა შეშინებული უნდა ვიყო, ეხა BlackRock-ის CEO-ს სურათებს გიღებს ქუჩაში, ალბათ ძალიან შეშინებული უნდა იყო. Which of your former directors do you can't answer any? ანუ ნახე former director-სო აქ გაწყდა მეგობრებო, მაგრამ ამის მე სრული ვერსია ნანახი მაქვს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ და შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ, რომ აქ ეს ადამიანი ეუნება, რომ former directors working on Biden administration-ო რა, ანუ ყოფილი ისენიო რა ქვია, შენი დირექტორებიო იყვნენ მრჩევლები, advisor, top advisor of Biden administration. რაც ნიშნავს Biden-ის ადმინისტრაციის მრჩევლები, სხვადასხვა ზოგი ეკონომიკურ, ზოგი სამხედრო ლოჯისტიკურ, ზოგი სამხედრო ინდუსტრიულ და სხვადასხვა სფეროებში. რა კარგია რომ ეს ვიდეო არსებობს და რა კარგია რომ თქვენ ნახეთ. და ვისაც Deep State-ი, ანუ ღრმა სახელმწიფო მითი გონია, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მსოფლიო პოლიტიკა. და ამათ რა გონიათ, დემოკრატია მართლა ხალხის მართლობა, ხალხი ირჩევს მთავრობას და რაღაც ეგეთ სისულელები ჯერათ რა. რამდენი გავლენიანი ხალხი მსოფლიოში დასეირნობენ და რაღაც პოლიტიკოსებს ესე იმაშებია, ანუ სასაცილოდ არ ყოფნის უბრალოდ რა. Questions. Or is it that you just think you're above questions? წაიქცა გასრიალ და ყინულს. Your security guard called that karma. Is that how you feel? ნუ ამ ადამიანმა მეგობრებო არის და ყველა კონტროვერსიულ კითხვას თავი აი ამან. ეს არის ლარი ფინკი. რომელიც ბრალდებულია და ეჭმიტანელია ისეთ ჩარჯებში, როგორიც არის ომი უკრაინაში, NGO-ების დაფინანსება, სამშვიდობო, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო და რეკონსტრუქციის, რა ქვია, შეთანხმება უკრაინის ამჟამინდელ მთავრობასთან. ამის ვიზიტი იყო სწორედ ზელენსკი რო ჩავიდა პენსილვანიაში და იქ დადიოდა. მეგობრებო, მოკლედ ეს ადამიანი არის მთავარი ომების შემოქმედი. სწორედ ამ ადამიანის ინტერესში იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რადგანაც აქედან ბევრი ფული გაკეთდებოდა. ჩემი თუ არ გჯერათ, ფაქტები წინ გიდევთ, რომ ამას მარტო მე კი არ ვამბობ, თვითონ ამერიკელები ამბობენ და მე ეს რატო განახებთ ამ ყველაფერს იცით, რომ არ გეგონოთ ეს რუსული ნარატივი და არ გეგონოთ ტყუილი, რომელსაც ადამიანებს ამას აჭმევენ. რავი, დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, იყავით ადეკვატურები, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მე შევეცდები ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყო და განახოთ რა არის ჭეშმარიტება. დროებით.